ეპიდვითარება, ეკონომიკა, ჩატარებული არჩევნები და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ეს ის თემებია, რომელზე ყურადღებასაც პოლიტიკოსები 2020 წლის შეჯამებისას ამახვილებენ. ისინი ამბობენ, რომ 2020 წელი სწორედ ამ გამოწვევებით გამოირჩეოდა. რაც შეეხება მომავალ წელს, პოლიტიკურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ ის საქართველოსთვის გარდამტეხი იქნება. პოლიტიკოსების შეფასებები მოისმინა ნიკა საჯაიამ და უფრო მეც მისგან შევიტყობთ. ნიკა, გისმენთ. დიახთამუნე, როგორც ჩვენ აღნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც პოლიტიკურ სპექტრში ასახელებენ, პირველი არის პანდემია, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმის, რომ მათაც არაერთხელ შესთავაზეს ხელისუფლებას კონკრეტული კრიზის დათლევის გეგმა, ხელისუფლება მათ რჩევებს არ ითვალისწინებს, ხოლო თავად ქართულ ოცნებას არ აქვს კონკრეტული ხედვა ამ დრომდე წარმოდგენილი, როგორ აპირებს, რომ ქვეყანა გამოვიდეს მოსალოდნელი კრიზისიდან. ამის შემდგომ უკვე მოდის ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და არჩევნების შედეგები, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ქვეყანამ სამწუხაროდ ვერ გაუძლო მათი შეფასებით დემოკრატიულობის მაჩვენებლის ტესტ და ქართულმა ოცნებამ უკან დახია ამ მიმართულებით ქვეყნის ინტერესები და ისინი მიუხედავად ამისა საუბრობენ დადებით ჭრილში იმაზე, რომ სხვადასხვა განსხვავებების მიუხედავად ოპოზიცია ერთმად არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და აჩვენეს მათ პრინციპულობა და ის, რომ არაპირებენ არჩევნების შედეგები აღიარონ და შევიდნენ მეათე მოწვევის პარლამენტში. 2021 წელთან დაკავშირებით კი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს მიაჩნია მთავარ გამოწვევად უკვე მომავალი წლისთვის ოპოზიციას და ფიქრობენ, რომ ამისთვის ყველანაირი მეთოდს უნდა მიმართონ, მათ შორის ანონსებენ ქუჩის საპროტესტო აქციებსაც, ბუნებრივია, ამბობენ, რომ ეს იქნება მშვიდობიანი ფორმით, ისე რომ არ მოხდეს მნიშვნელოვანი პრინციპების დარღვევა დემოკრატიის თვალსაზრისით და ამავდროულად საუბრობენ, რომ ეს არის ერთადერთი გამოსავალი იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რომელიც სწორედ მმართველმა პარტიამ შექმნა. მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის უმძიმეს წელი იყო ყველა თვალსაზრისით, რაც მოიტანა პანდემიამ და საქართველოს შემთხვევაში ამ პანდემიის გარდა ის მთავარი საფრთხე, მტერი, ბოროტება, რაც გვაქვს პუტინის რუსეთის სახით და ქვეყნის შიგნით რეჟიმი ივანიშვილის და ეს პერსონა, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო და რომელსაც პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში ეხა გარისკა და უმრავლესობის მანდატის გარეშე სურს ძალაუფლების შენარჩუნება. ჩვენი ეროვნული ამოცანა არის ის, რაც დიდი ხანია მრავალთაობას აქვს. სრულფასოვნად დაბრუნება თავისუფალ ერთ ოჯახში ჩვენი თავისუფლება და ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყანა, სადაც ჩვენ ვწყვეტ ჩვენი ქვეყნის ბედს. უპრეცედენტო რა მოხდა საქართველოში, აბსოლუტურად განსხვავებულმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე, იმიტომ რომ არ უნდათ გახდნენ ნაწილი ამ გაყალბებისა, ამ სიყალბისა, კონსტიტუციის და კანონის დარღვევისა, არ უნდათ იყვნენ მატყუარები თავისი ამომრჩევლისა. უკვე დღითიდღე იზრდება მიუხედავად ამ რეჟიმის უტიფარი მტკიცებისა სტატისტიკასთან დაკავშირებით კრიმინალიც, კორუფციაც და ამას ჩვენ ყველგან ხედავთ, რომ ეს ბანდა მდიდრდება და ხალხი ღარიბდება. 2020 წელი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ადამიანებს ჰქონდათ იმის იმედი, რომ არჩევნებზე ძალიან ბევრი რამ შეიცვლებოდა, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში გვეყოლებოდა, ასე ვთქვათ, კოალიციური ხელისუფლება, კოალიციური მთავრობა, რაც იქნებოდა იმის გარანტი, რომ ერთპარტიული მმართველობა, რომელიც ერთი ადამიანის ქონების და ოჯახის უსაფრთხოებაზე არის ორიენტირებული, დასრულდებოდა და რეალური გარღვევა იქნებოდა, როგორც ეკონომიკური, სოციალური, ასევე ყველა სხვა მიმართულებით. სამწუხაროდ ეს არ მოხდა, სცენარი განვითარდა ყველაზე უარესი მიმართულებით. როგორი იქნება 21 წელი, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ ყოვლისა ეს არის დამოკიდებული ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენს მოსახლეობაზე, იმიტომ რომ ბუნებრივია მოსახლეობის ხმას გაცილებით უკეთ და უფრო სწრაფად გაიგონებს ივანიშვილი. ანალოგიურ გამოწვევებს ასახელებენ ექსპერტები და პოლიტოლოგები, მათაც მთავარი პრობლემა მიაჩნიათ სწორედ პანდემია და შემდგომ უკვე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯი და ამაში მაქსიმალურად იყოს ჩართული საზოგადოების წარმომადგენლები პირველ რიგში და შემდგომ უკვე პოლიტიკური ნებაც გამოიჩინონ პარტიებმა. ამას გარდა ისინი ყურადღებას ამახვილებენ საერთაშორისო ფაქტორებზეც, მაგალითად ყარაბაღის ომთან დაკავშირებით და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე და ადმინისტრაციის ცვლილებაზე ექსპერტთა ნაწილი მოელის, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება უფრო გამახვილდება, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ თავად ქვეყანამაც და შესაბამისად ხელისუფლებამაც გამოიჩინოს ნება და უფრო მეტად გააქტიურდეს საერთაშორისო ასპარესზე. ეს წელი მე არ მახსოვს. ჩვენთან იყო, რა თქმა უნდა, ბევრად უარესი პერიოდები, 90-იან წლებში სამოქალაქო ომიც გამოვიარეთ, მაგრამ
იმ პირობებშიც კი იყო რაღაც მიმართულებები, რაც აჩენდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ რაღაც მიმართულებით მაინც რაღაც წარმატება გვაქვს, ხო? სამწუხაროდ ეს წელი არის სრული დეგრადაციის წელი, რაც დააგვირგვინა კორონამ, რა თქმა უნდა, მთავარმა პრობლემამ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ძალიან ბუნდოვანი განვითარებით, ანუ ბუნდოვანი პერსპექტივით საომავლოდ. 2021 წელი ყველა ლოგიკით უნდა იყოს გარდამტეხი. ან ჩვენ წავალთ ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ და გამყარდება ერთპარტიული რეჟიმი, რომელიც შეიძენს უკვე ერთპარტიული დიქტატურის სახეს. ან და ეს დიდწილად არის დამოკიდებული პირდაპირ ვიტყვი ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურ პოზიციაზე. ან ქართული ოცნება იძულებული გახდება ნიშნულოვან დათმობებზე წავიდეს. იქნება ეს რიგარეშე არჩევნების დანიშვნა, არ არის აუცილებელი მაინც 2021-ში, მაგრამ თვალსაჩინო პერსპექტივაში, ისევე როგორც რადიკალური ცვლილება საარჩევნო კოდექსის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ეპოქალურად შეცვლის საარჩევნო გარემოს საქართველოში დემოკრატიულისკენ. ბუნებრივია ჩვენ ასევე დავინტერესდით მმართველი პარტიის პოზიცияსაც, თავად რას თვლიან ისინი მთავარ გამოწვევად, როგორც 2020 წელს, ასევე რა პროგნოზებს აკეთებენ 2021 წლისთვის, თუმცა სამწუხაროდ მმართველი პარტიის მხრიდან დღეს ამ საკითხებზე არ გაკეთებულა კომენტარი, როგორც ჩანს ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომავალ წელსაც ისევ კრიტიკული მედია და მათთან ურთიერთობა იქნება.